სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო მარი დედა სადაცაა გაწვიმდება და შენ ახლა რეცხავ და ახლა კიდევ სარეცხს რა ვიცი რაზე აწყობთ რომ გაწვიმდება იზოლდას ტკიო და ამდილით სახსრები და მაგას რო სახსრებით კივა არ არსებობს რო არ გაწვიმდეს ესე იგი ხან მაკაკო ხან მკითხავიო ხან იზოლდაო და რა ამერი რომელიმეზე რამე ვთქვი არასწორად რა ვიცი შევხედე ერთი ნახე თენგიზმა ჩამომიტანა ტუშურების ბულკებია სასწაული თურმე ისეთი გემრიელი რომ აი არ ვიცი წამოყავა დავლიეთ რა კარგი როგორ იცი ხოლმე ნანა რა გაეშვი გოგო მაგ სარეცხს გეუნები მე შენ რომ მეორედ გექნება ყველაფერი დასარეცხი რა ტყუილა წვალობ აი მე დედიკო ნელა რა გჭირს კარგი გოგო ბავშვია და ირბენს აბა რას იზამს აუ დედა ძალიან თქო რა თბილისში წამიყვანე ძალიან მენატრება კატო და იქ დავხარჯავ ენერგიებს ენერგია ყოველდღე გევსება და მე რა ვქნა ყოველდღე კატოსთან გატარო აქედან არა რა მხოლოდ დღეს გთხოვ რა კარგი მარი შენ რა გაგჭირს გაუშვი გოგო დედი რა ვქნა როგორ წაგიყვანო ბებოს მარტო ვერ დავტოვებ მარი გია მიდის ახლა რაღაცა სამსახურის საქმეები აქვს ჩაიყვანს და ამოიყვანს კიდევაც არა მერიდება გიას ვერ თხოვ რა გერიდება გოგო რამდენჯერ უნდა გითხრა რომ ჩვენ ვართ ერთნი და არაფერი არ არის ჩვენ შორის მოსარიდებელი გიას ის უფრო გაიხარდება ელენიკოს 800 ამოვნებს ხო მადლობა კაი მიდი გაემზადე და მე ვინ გადააფიქრებინა დედიკოს ჩემი ოქრო გოგო გამოიცვალე და გასარეცხი რაც გაქვს ბარემ ჩამომიტანე კარგი დიდი მადლობა ნანა შენ არ იცი როგორ გააბედნიერა ეს ბავშვი მე ხან ბულკები დიდი ხანი ვიდგე თუ მაღირსებ დღეს ყავის დალევას აუცილებლად წამო უკასმერ გაჩერდი თორე ტვინში სისხლი ჩამექცევა რა მოდი თავიდან ჩამოვთვალოთ რა მიდი ესე იგი შენთან სახლში არ არის ჩემთან არ არის ცეხში არ არის კაზინოში არ არის ბარებში და კაფეებში სადაც დავდიოდით არ არის არც აქ არ არის აუ არც აქ არ არის რამე ხო არ გამორჩა ბიჭო იქნებ ქვეყნიდან წავიდა აუ კაი რა ზვიად რა შენ რო ყობა გენახა რა მდგომარეობაში იყო ქვეყნიდან კი არა რავი თავისი ფეხით ბიჭო ტუალეტში ვერ გავა აუ კარგი რა მაგას ნუ მეუბნები ხო და მეც მაგიტო ნერვიულობ რა არის ყობას ამბავი ესე დაიკარგება ხოლმე და მე სადღაც გამოჩდება რა ხო მაგრამ მას წინაზე შენთან იყო სახლში და ეხლა სად ვეძებო ეგეც არ ვიცი რა აუ ბაზარი არა მართალი ხარ ზვიად ბოლოჯერ გეკითხები რა შენთან ხო არაა სახლში ბიჭო არა შენს მობას ფიცავარ ესე დროს ხო არ მოგატყუებდია რა აი წავალ მე ხა იქნება სადმე ვიპოვო რა თქონდა ეს მარიამის სამზარეულო არ და გეხვეწები დაამთავრე რა თუ ვერ შეძლებ რომ მოვალ მე დავამთავრებ რა ვერ შეძლებ გეგონება ჩემს გარდა ამ ცეხში მუშაობდეს კიდევ ვინმე ყობა რა
რაკჭის მშვიდობა გაქვს? გამანები რა თავი. მანაც რა გამიტრაკავს. რა ხდება, მოყევი ისევ ბიზნესის ამბებია? დამეჯახენ. მեղადავები, რას ქვია დაგეჯახნენ, რამე ხო არ იტკინე. იყავი ექიმთან. რა ექიმთან, გოგო, რა ექიმთან, დამილე წახალა წყობილი მანქანა. რა მანქანა, კიდე კაი რო კარგად ხარ. როგორი მზრუნველი ხარ. კაი რა იყო, როგორც პირველად გააკეთე, ახაც გააკეთებ ისევ ისე. და გაკეთებას ფული უნდა. ის მყიდველი კიდე არ მაცდის. იქნებ მაგ ცოტა ფული, რა იცი შენ. აუ, მართლა. თუ კარგად მოიქცევ, შეიძლება დავფიქრდე. კაი, არ მინდა. არ არის საჭირო. დავავალ ტექსტს გავახარე. გონი ეს ნაწილი უნდა იყოს. ეგ არის. ელენე, მეორე ნაწილი შენ არ გეჭირა? ელენე, ბატონო, რა გჭირს? არაფერი პასუხს ვეძებ. დაანებე თავი და მითხარი რა გჭირს. ჩვენ ხო მეგობრები ვართ. მე მგონი ჩემი მშობლები შორდებიან. ანუ ერთად აღარ იცხოვრებენ? არა, მე უკვე დედასთან და ბიბოსთან ვარ და მამას ძალიან იშვიათად ნახულობ. აუ, რა ცუდია. და ყველაზე ცუდი ისაა, რომ დედა მატყუებს და არ მეუნება მამა რატო გააგდო სახლიდან. და მე და დედა კიდე ბიბოს ვატყუებთ და არ ვეუბნები. და ბებოს რატო? იმიტომ რომ გვეშინია ისე ცუდად არ გახდეს უთხრათ. ახო, გერმანიაში რო იყო წასული. ახლა კიდე სოფელში ვარ და ძალიან დავიღალე ამ დაიწყვილებით. თან მამა ძალიან მენატრება. არა უშავს, კარგი? ყველაფერი კარგად იქნება. მარტო შეხარ ის, ვინც არ მატყუებს. მადლობა, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ. გამარჯობა გოგოებო. გამარჯობა. უი, ქეთევა. რა დამთხევა? ზუსტად დღეს საღამოს ვაპირებდი შენთან ამოსვლა საყვარ. ახლა რაღა მოხდა? ისევ ფულს ითხოვს. არა გამაგიჟო. რამდენი უნდა? გაგეცინება და ისევ $5,000. ეგ ნორმალურია. მეც შოკში ვარ. გამორიცხულია. რა? გადაეცი რომ ჩემგან ერთ თეთრსაც არ მიიღებს. ეს ყველაფერი გიღირს იმათ რომ ანამ გაიგოს. არ ვიცი მიიღებს თუ არა, მაგრამ მე შანტაჟის მსხვერპლი აღარ გავხდები. ქეთევან შანტაჟი კი არა, ეს დანაშაულია. ჩემო კარგო, ეს ჩემი და შენი დანაშაულია, ასევე იმისიც. და არ მგონია რომ ენის ტარტალი აწყობდეს. არ ვიცი რა გითხრა, მაგრამ ცეცხლზე თამაშები. ანჩო, მე ვიცი რასაც ვაკეთებ. შეიძლება? მოდი. მე-15 პალატაში მოვიდა შვეიცის პასუხები. ანალიზები, სატურაციო, ყველაფერი არის წესრიგში, გვინდა რომ გავწეროთ. უბრალოდ თქვენს გადახედეთ. კარგი, ოღონდ თქვენობით ნუღო მელაპარაკები. როგორც ჩანს, უკვე ოჯახებით მეგობრობთ. ხო, ეგრე გამოვიდა. მოკლედ. ბოდიში მინდა მოგიხადო. დედაჩიმ რაღაცები არასწორად გაიგო. მგონია რომ ცოტა უხერხული სიტუაცია შეიქმნა და უბრალოდ აქამდე ვერ გითხარი, საჭირო მომენტი ვერ შევარჩი. ასე რომ მოკლედ ბოდიში. რამდენი გინერვეულია? ხამერტყობა, ხო? მაგრამ არა უშავს, არ დარდა. არა, უბრალოდ მეგონა რაღაც უხერხულ მდგომარეობაში. არა, მე არ მიგწვნია თავი უხერხულად. პირიქით, უსაყვარლესი დედა ყავს და თან გონი კარგად გავართეთ. განსაკუთრებით დედაჩემი. ესე იგი ყველაფერი კარგად. კი, არ დარდა. ძალიან კარგი. მაშინ წამოდი შველიძე გავწერო. გავწეროთ. დიახ, გასრავად. გოგა ხუციძე აქ ცხოვრობს. დიახ, ვინ კითხულობს? მაბადიაშვილო, მე ერთი უბრალო
ტაქსისტი ვარ. ოჯახი მყავს და შემომტანი მარტო მე ვარ. დახმარება გინდათ? არა, რა დახმარება? გოგას ვეძებ, ხომ აქ ცხოვრობს? დიახ, მაგრამ არ არის სახლში და გადავცემ, რა გნებავთ? ვიცით, აპატიეთ, მაგრამ იქნებ გადასცეთ, რომ რაც გამიფუჭა, ის გამიკეთოს. იცით რა ვერ მივხვდი, რაზეა საუბარი რომ მითხრათ? რამდენიმე დღეს წინ დამეჯახა. არა, მე კი არა, ჩემს მანქანას დაარტყა. და დამპირდა გაგიკეთებო ტელეფონის ნომერის ჩამაწერინა. ამდენი ხანია ურეკავდა, არც ერთ ზარზე არ პასუხობს. ვერსადაც ვერ ვნახე და რა ვქნა, აღარ ვიცი უკვე, იქნებ ფერმე რას ამბობთ? მართლა? დიახ, ალბათ მომატყუა. არა. იცით უკაცრავად, ცოტა დავიბენი. მოდი თქვენი ნომერი მითხარით და მე გავარკვევ ყველაფერს და დაგირეკავთ რა. არა რა, ეს ნომრები არ მინდა. გოგამაც ჩამაწერინა, მაგრამ ვერ უკავშირდები და იქნებ პირდაპირ მიმიყვანოთ. არა, იცით, ახლა თქვენ ჩვენი სახლის კარი იცით, ჩვენ არ გემალებით, უბრალოდ მითხარით ნომერი, მე მაქსიმუმს აღამამდე უკვე ყველაფერს გავარკვევ და დაგირეკავთ. მითხარით? 599. დიახ. კიდე ველოდები და მზად ვარ. კაიდე, მიყვარხარ? კარგად. მიდი ხარ უკვე? ხო, გზაში არიან და მალე მოვლენ. ნეტა დღეს მაინც გტოვებდნენ. არა უშავს, დედამიწის და ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ და